რამდენიმე დღეა ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის ითხვისის მაღაროზე 15-მდე მაღაროელი მჯდომარე აქციას აგრძელებს. მაღაროელები ყურადღებას იქ არსებულ სამუშაო პირობებზე და მოძველებულ ტექნიკაზე ამახვილებენ. რითიც მუშაობთ, ეს არის ტვისავი მანქანა. აბსოლუტურად ამორტიზირებული არის ეს ტვისავი მანქანა. გეგმას გთხოვენ, რომ გეგმა გამოიტანო. გეგმა არ არსებობს, რით უნდა გამოვიტანოთ გეგმა. რომ გეგმა შესრულდეს და პრემია ავიღოთ. ჯერ პრემიას რას გვაძლევენ? სამართლინო გვაძლევენ ყველაფერს, განპასსაც, პრემიასაც. აი აქ უწევს ამ ვიце მუშაობა. აი რა პირობებს ვიწყებს მუშაობა. სადვიცეს თითოეულ მაღაროებს, თითოეულ სამთოებს, სადვიცეს მუშაობა. ათეთ ყარში, ათეთ გაუსაძლებელი მდგომარეობა არის. ყველაფერს შემეიტანეს. ჩვენ ვერ ვიმუშავთ. ეს არის კომუნისტებიდან დატოვებული. ეს პრეტავი მანქანები, საბურგი მანქანები. საბურგი მანქანა ამ ხელა მაღაროზე. სამი საბურგი მანქანა არის. სამი უბანი არსებობს ამ მაღაროზე. უბრიდან უბანში უნდა გადაიტანო. ერთი მანქანა, მეორეში უნდა გადაიტანო, მესამე უბანში უნდა გადაიტანო, მერე პირველ უბანში. სავსებით ამორტიზირებული მანქანები სულ. აქ როცა შემოვედით ის ლოზინსკის შემოვძანდა და ის ბატონი მერაბი ახდა კიდე ფინანსური დირექტორი და მე რო გავედით აქედან ბატონი მერაბს ეუბნები ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ მეთქი და თუ ოღონდ პირობა უნდა მოვიცეთ რომ გულახდილ პასუხს გამცემთ მეთქი რომელზე არ გიპასუხებო გულახდილად ნუ კი ბატონო მე ვუთხარი მაგრამ ეს ცოტა ისეთი შეკითხვა არის და რა ხდება მომეთხრა მეთქი თქვენ ხო ნახეთ პირობები რა ფასად დათანხმდებოდით მეთქი აქ მუშაობას? მეცხოველად. ხო, ნუ არ ვიციო გულახდილად გეუბნები. ნუ მეთქი კარგი, მაშინ ცოტა ახლა ისე შევაბრუნებ კითხვას და 500 ლარა თუ დათანხმდებოდით. არ ვიციო ისეთი ეს. ნუ ახლა თუ იქ გულახდილი შეიძლება ყოფილიყო. თუ იქ გულახდილი შეიძლება ყოფილიყო პასუხი რომ არ ვიციო აქ რომ 500 ლარა დათანხმდებოდა თუ არა, ალბათ არ თქვენ გეპარებოთ ეჭვი ეს უკვე აღარ არის გულახდილი პასუხი. მაღაროელებმა იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებიდან წერილი მიიღეს, რომელიც ჯორჯიან მანგანეზის მმართველის ველველ ლოზინსკის სახელზეა დაწერილი, რაზეც მაღაროელებს საკუთარი მოსაზრებები აქვთ. იდან ჩვენი გაფიცვისა ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი. ნუ შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი კი არა, აბსოლუტური უმრავლესობა არის მხარდამჭერი, მაგრამ სამწუხაროდ გამოჩნდნენ პროვოკატორები, რომლებიც აკეთებენ არსებითად პროვოკაციულ განცხადებებს. და ეს ძალიან მრავალმხრივი ხასიათი მიიღო ამათ და სპექტრი აი ამ პროვოკაციის არის ძალიან ფართო. ეს არ არის ერთეული შემთხვევები სამწუხაროდ და ვის დისკუსიას ხავს წყალს ისიც არ ვიცით და უშუალოდ გვინდა გესაუბროთ ახლა ამ საკითხების გარშემო. ჯერ ერთი იქამდეც კი მივიდა საქმე რომ კინაღამ ისე მონათლეს ეს ჩვენი გაფიცვა და ისეთი სარჩული დაუდეს თითქოს ჩვენ ბიძინა ივანაშვილს და მის ჯგუფს ვემიჯნებოდით და თითქოს პოლიტიკურ საქმიანობაში ვერევოდით. რაც დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები გარეთ ყოფნი რომ აბსოლუტურად გამორიცხულია, არ შეიძლება ეს ვინმე მასე მონათლოს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ რომ ეს ასე არ არის. და პირიქით, ჩვენ თვითონ გავაკეთეთ სხვადასხვის თქვენ ტელევიზიასთან განცხადება პირველსავე დღეს რომ არანაირი პოლიტიკური სარჩული არ დადებოდა ამას. გარდა ამისა, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იგნორირება გაუკეთეს ჩვენს მოთხოვნებს, გაფიცულთა მოთხოვნებს, შეგიძლიათ დააფიქსიროთ აი ჩვენი მოთხოვნები. სხვილი პლანით თუ ეს შესაძლებელია? წავიკითხავთ კიდევაც, აი მეორე მხარეს შეგიძლიათ დააფიქსიროთ. აქ არაფერი ჩვენ დასაფიცი არ აქვს და არ ვაკეთებთ ამას საიდუმლოდ და შეგიძლიათ დააფიქსიროთ იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების აბატონო გამოტანილი საკითხები, რომელიც მოგეხსენებათ, რომ თითქმის არანაირად გარდა პირველი პუნქტისა ჩვენ მოთხოვნებს არანაირად არ ეთანხმება. ჩვენი მოთხოვნები ეს ჩამოწერილი გვაქვს დღიდან პირველი დღიდანვე. სულ არის 7 საკითხი. პირველი საკითხი არის ხელფასების ზრდა, მეორე შრომითი პირობების გაუმჯობესება, მესამე როგორც მაღაროელების, ასევე მათი ოჯახის წევრების უფასო მკურნალობა, მეოთხე შვებულების დღეების გაზრდა 46 კალენდარულ დღემდე ეს ციფრად. მეხუთე სამედიცინო ბიულეტენის შეუზღუდაობა, მეექვსე მუშათა სასადილოს შექმნა და ხელმისაწვდომი ფასები და მეშვიდე საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით გამოცხადებული უქმე დღეებში დასვენება.
და გამონაკლის შემთხვევაში ორმაგი ანაზღაურება. ახლა შესაბამისად წაგიკითხავთ აი იმათ მოთხოვნებს და შეადარეთ და თავად დარწმუნდებით რომ ეს მოთხოვნები არ არის. პირველი, ეს ეთანხმება წეხანვე გითხარით, გამოცემული ბრძანებით დააკანონეთ ხელფასების და 100% ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის თანამშრომლებისათვის. იგივე იყო ჩვენი პირველი პუნქტიც. მეორე, ასევე ბრძანებით გადააყენონ დაკავებული თანამდებობიდან ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორი აკაკი ბურჯიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. მოგეხსენება რომ ჩვენ იურიდიული პირები არა გახლავართ, ჩვენი პრეროგატივა არ არის არც დირექტორის მოხსნა, არც დანიშვნა და შესაბამისად არც ერთი ხელმძღვანელი პირის. მესამე, დაიდოს უახლოეს პერიოდში სამუშაო პროგრამა შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით და აღნიშნული პროგრამების შესრულების ვადები. მეოთხე, ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანაში ამავე ვადებში ბრძანებით დააკანონოთ პრემიების ახალი დებულება მინიმალური 10%-იანი ზღვარის გათვალისწინებით. მეხუთე, დასრულდეს და დაკანონდეს კორექტირებული ხელფასები ჩვენს პროკავშირთან შეთანხმებით. მეექვსე, თქვენი ბრძანებით სამუშაოზე აღდგენილი იქნას ზესტაფონის სფეროშენადნობთა ქარხანას სამუშაოთან უკანონოდ განთავისუფლებული პირები, ზაზა შარაბიძე, მამუკა ფერაძე და აქ ჩამოთვლილია რამდენიმე პირი, რომელსაც ჩვენ ფიზიკურად არ ვიცნობთ და შესაბამისად ვერც მოვითხოვდით, ხო? 7, მე-7 პუნქტი, გაფორმდეს კოლექტიური ხელშეკრულება ჩვენს პროფკავშირთან. მოგეხსენებათ ახლა წეხანაც მოგახსენეთ, რომ ეს ჩვენი არ არის და ვერც იქნებოდა. და ნიშნად იმისა, რომ ჩვენ არ უცხადებთ ამას სოლიდარობას და პროტესტის ნიშნად ჩვენ კამერის თვალწინ ვანადგურებთ აი ამ არ ვიცი მე დოკუმენტი ქვია თუ რაც გინდათ ის დაარქვით. ამათ თუ აქვთ რაიმე მოთხოვნები, ყველა ძალიან ვთხოვ და არა მარტო მათ ჩვენი სახელით ნუ ისარგებლებენ. ჩვენ ნუ გამოხდებით ამ შემთხვევაში და ნუ იქნებით განდებების ვაცი. კიდევ ერთი, ნუ არ ვიცი აქ ვისი სახელით იმოქმედეს, შედგა სიები გარეთ ხუთაგან ჩვენ მოგეხსენებათ რომ უკვე მე-5 დღეაში ვივარ გამრეთ ზოგიერთი პროვოკაციული ელემენტებისგან. ეს ჩვენ ვიყავით უკვე ჩვენ ბატონი მერაბი ყავდა გაგზავნილი გარეთ ჩვენი წარმომადგენელი და არ არის ნამდვილად ხალხის აზრი სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ. აქ არ არის ეს მარტო 10 კაცს მიგვაჩნია, არა ჩვენ 10 კაცი არაფერს არ წვითავთ, ხალხს ვეკითხებით ყოველნაბის და შეადგინეს სიები ჩემო ბატონო. რომ ვიღაცა უნდა მოიხსნას, ვიღაცა უნდა იქნას პასუხისგებაში მიცემული, ვიღაცა უნდა დაინიშნოს, არ ვიცით. სრული პასუხისგებლობით გიცხადებ. ეს განადგურდა იქ კამერების თვალწინ, ვერ გეტყვით ახლა თქვენი ტელევიზია იყო თუ არა იქ, ის სიები გადახია ჩვენმა წარმომადგენელმა, გადაყარა იქით და ამას შეხედა ათასობით ადამიანმა. სრული პასუხისგებლობით ვაცხადებთ. ამას გავაცხადებთ სხვა ტელევიზიებთანაც ჩვენ სრული პასუხისგებლობით. კიდევ ვიმეორებ, იმ სიაში, იმ სიების შედგენაში ჩვენი ხელი არ უდევია. და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ არა ვალთ ის იურიდიული პირები, ვისაც ხელეწიფება, ხელმძღვანელობის მოხსნა დანიშვნის საკითხი. გვირაბში მყოფი მაღარუელების ჯანმრთელობას მუდმივ თვალყურს ადევნებენ მედიკოსები. რომარი აქცია. მაღარუელები როგორც ისინი აცხადებენ აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. ჩვენ გაფიცვის ადგილზე მოვაწყვეთ ძვირფასის საეკლესიო კუთხე და მე ჩვენი სალოცავების ზალით და მადლით ძლიერები ვართ, უფრო და უფრო გავძლიერდებით და როგორც ბატონმა მერაბემ გადმოგცათ, ჩვენ ესე იგი სასურველი შედეგის არცნობამდე ვაგრძელებთ აქციას მაღაროში, ყველაფერი იქნება წესრიგში მოყვანილი უახლოეს დროში. ეს დაგეგმილი არის და ჩამოვა შესაბამისი კომისია ჭიათურაში და ჩვენ საუცილებლად ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დროში გარეთ გასვლა მოგვიწევს და წესიერ ფარგლებში მუშაობის გაგრძელება. ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში უკვე 1 კვირაა სამუშაო პროცესი არ მიმდინარეობს. მაღარუელებმა საპროტესტო აქცია 15 ოქტომბერს დაიწყეს.